ჩვენი პროექტი მიზანმიმართულია იქით, რომ აუცილებლად უნდა თბილისის ბიუჯეტი უნდა გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტს, ვინაიდან მოხდეს უფრო თანხების ერთ ადგილზე დალექვა. ყველა უმუშევა, ყველა უმწეო და ყველა ადამიანისათვის, რომლებიც საქართველოში ვერ იღებენ. ამ პაკეტში შევა 130 ლარი და პლუს სამედიცინო სრული მომსახურება. დავეს არის საქართველოს მედიკოსთა კავშირის მიერ წარმოდგენილ პროექტს ჯანდაცვის რეფორმირების მუნიციპალურ დონეზე. მიმაჩნია, რომ იყო საინტერესო ხედვები და ჩვენთვის ალიანსისთვის მნიშვნელოვანია, რომ ესეთი სხვადასხვა პროექტებს გავეცნოთ. ბევრი საინტერესო თემა ამ პროექტში და ჩვენ საერთო ძალისხმევით, ჩვენ და სხვა პოლიტიკური ოპოზიციური ძალები ვფიქრობთ, რომ ნაწილობრივ გავიზიარებთ ალბათ ამ პროგრამის რაღაც გარკვეულ მუხლებს, რასაც ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვე ხორცს შევასხმოთ. მედიკოსთა კავშირის ინიციატივა მიმაჩნია დროული, თუ შეიძლება ითქვას დაგვიანებულიც. და ეს არის გასატარებელი პროგრამა. მე ჩემ გამოსვლაში დავამატე ერთი პუნქტი, რომელიც შეეხებოდა ნარკომანიას. უნდა იყოს ჩამოყალიბებული ახალი ხედვა, რომ არც ერთი მოქალაქე თბილისის მაცხოვრებელი არ უნდა დარჩეს სამედიცინო მომსახურებების გარეშე.